2019 წელს საქართველოში 1,626,900 კილოვატ-საათი ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა მილიარდ ბოდიში. ამის ფასი საქართველოსთვის საკმაოდ დიდია და ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ფასს ჩვენ ვალუტაში ვიხდით. ამიტომ არც კორონავირუსის ფონზე და მიუხედავად ისეთი მნიშვნელოვანი ამბისა, როგორც სწორედ კორონავირუსი არის, არ ვივიწყებთ ასეთ საკითხებს. შუახევი ჰესის ოპერირების დაწყება როგორიც შეიძლება იყოს, როგორ მიმდინარეობს ოპერირების პირველი ეტაპი, რა წვლილი შეაქვს პროექტს ენერგოსისტემის მდგომარეობაში, იმპორტირებული ენერგიის შემცირების პროცესში. ამ თემაზე სასაუბროთ უკვე ჩვენი სტუმარი, კომპანია აჭარისწყალი ჯორჯიას ტექნიკური გუნდის ხელმძღვანელი გიორგი ლაკერბაია გვერდება. მოგესალმებით გიორგი, მადლობა ჩართვისათვის. პირველ რიგში თქვენგან მინდა მოვისმინო სულ რამდენიმე დღის წინ დაწყებული ოპერირების პროცესი როგორ მიმდინარეობს, როგორ დაისტარტა ოფიციალურად ეს ნაწილი და რა ეტაპი არის ახლა. პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობას მოგახსენებთ სტუდიაში მოწვევისთვის. როგორც მოგახსენებათ, საქართველოში ენერგოსისტემა დამოკიდებულია უცხო ქვეყნებზე და შემოგვაქვს ელექტროენერგია. ამიტომ ჩვენი პროექტის განხორციელება და განვითარება აჭარისწყალი ჯორჯიას მიერ იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის როგორც იცით, ქვეყანაში სიდიდით მეორე ჰესი, რომელიც უკვე წელს ამოქმედდა. რაც შეეხება მის უშუალო ამოქმედებას, გრაფიკით როგორც გეგმავდით, როგორც განაცხადეთ წინასწარ 2019 წლის დეკემბერში დავიწყეთ გვირაბების შევსება წყლით, ხოლო 2020 წლის იანვრიდან უკვე დავიწყეთ ტესტირების რეჟიმზე გადასვლა. ამ მომენტისთვის ჩვენ სრულად ვართ სიმძლავრეში შესული, შუახევ ჰესის 178 მეგავატიანი ელექტროსადგური სრულ დატვირთვით მუშაობს და ჩართულია უკვე ქართულ ენერგოსისტემაში, ხოლო 9 მეგავატიანი სხალთის ჰესის გაშვება იგეგმება უკვე გაზაფხულის ბოლოსკენ უკვე შევა ისიც სრულ ოპერირებაში. ბატონ გიორგი, შეიძლება რო აუხსნათ აი ამ ერთი ნაწილი სხალთასთან დაკავშირებით. ანუ მნიშვნელოვანია ყველა მიცოდეს, რომ სხალთის გაზაფხულზე ამოქმედება აი იმ ვადებში, რაც თქვენ ბრძანეთ, ესეც არის გაწერილი გრაფიკის ნაწილი და არა რაიმე ტიპის შეფერხების. ხომ სწორია, ანუ ეს ჩვეულებრივი საოპერაციო გრაფიკია დადგენილი. ჩვენ როგორც ეს არის ჩვეულებრივი საოპერაციო გრაფიკი, რომელიც ჩვენ შემუშავებული ქონდა და რომელიც გაცხადებული ქონდა წინასწარ. ჩვენ უნდა დაგვიწყოს 3 ეტაპად ქონდა დაყოფილი სამუშაოები, ოპერირებაში შესვლა. ეს იყო პირველი გვირაბების შესვლა 2019 წლის დეკემბერში, წლის ბოლოს. მერე უკვე იანვარი-თებერვლიდან იყო ოპერირებაში შესვლა შუახევის ჰესის, სასწავლო ოპერირებაში შესვლა და შემდგომ უკვე ენერგოსისტემაზე სრულად ჩართვა. და შემდგომ ეტაპი იყო უკვე გაზაფხულის ბოლოსკენ იყო უკვე სხალთის 9 მეგავატიანი გესის ჩართვა. კი ბატონო. სისტემაში ეს არის წინასწარ გაწერილი პროცედურულად, ანუ მივყვებით ძალიან მშვიდად ტექნიკური გეგმით უკაცრავად ეს გასწორება მიწევს ხოლმე ცოტა ხშირად. კი ბატონო, კარგი. შემდეგი თემა მდგომარეობს არაერთ გზის ჩემს მიერ აღნიშნულიდან გამომდინარე, რომ მიღმა იმისა, რომ თავად კომპანიას ბატონ გიორგი ფლობენ საკმაოდ ავტორიტეტული ნორვეგიელი და ინდოელი ინვესტორები, ამ პროექტს გამოარჩევს ის, რომ ის უკლებლივ ყველა IFI საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის ჩართულობით არის დაფინანსებული. ფაქტიურად საერთაშორისო ბანკები და ყველანი, ვინც ამ ყველაფერში იყვნენ ჩართულები და თავად უკვე ინვესტორებიც დღე პირველიდან აცხადებდნენ, რომ შემდგომი ეტაპი იქნებოდა, რომ ჰესი მთლიანად უნდა მართონ ქართველმა ინჟინერებმა. და მთლიანად მათზე უნდა გადავიდეს ამ შემთხვევაში ეს თემა. რა ეტაპზეა ამ ხრივ კომპანია და მთლიანად მაინტერესებს ამ საკითხთან დაკავშირებული თქვენი პასუხი. კი ბატონო, გიორგი, როგორც თქვენ ბრძანეთ, ამ პროექტში ჩართული არის თითქმის ყველა მსოფლიო ფინანსური ორგანიზაცია და სწორად განაცხადეთ, რომ თავიდანვე პროგრამა ესეთი იყო, რომ ეს ჰესი სრულად უნდა გადაეცეს ქართულ მხარეს სამართალად, ამ სრულად უნდა იყოს დაკომპლექტებული ინჟინერ-ტექნიკური პერსონალით და მენეჯმენტის პერსონალით უნდა იყოს ქართველებით დაკომპლექტებული. ეს ამ ეტაპზე მიმდინარეობს. ამ მომენტისთვის 90% დაკავებული თანამშრომლების არის შედგება ქართველი ინჟინერებისგან, ქართველი სპეციალისტებისგან. აგრეთვე ყველაზე სასიხარულო და ისეთი მომენტია კიდე დადებითი მომენტი რაც არის ის რომ
ადგილობრივი მოსახლეობიდან არის რამოდენიმე ტექნიკური პერსონალი აყვანილი, რომელიც ამ ფესის მშენებლობის პროცესიდან ჩაერთო, გაიზარდა ჩვენს კომპანიაში და დღესდღეობით არიან ერთ-ერთი წამყვან თანამდებობებზე, როგორც არის მაგალითად მერაბ ბოლქვაძე, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტია უკვე ჩვენს ოპერირებაში და ასევე სხვა სპეციალისტები. ასევე ინჟინრების გარდა ამ პროექტში მონაწილეობა მიიღეს და დღემდე მუშაობენ და საშუალება მიეცათ განვითარების და რაც თავარია უცხოელ დონორებთან და უცხოური საერთაშორისო სტანდარტებით მუშაობის პრაქტიკის მიღება სოციალური სფეროს მუშაკებმა და ასეთივე გარემოს დაცვის სფეროს მუშაკებმა. კი ბატონო. ასე რომ ეს პროცესი მიმდინარეობს. გასაგებია. კი. აი ამ პროცესის თქვათ ეტაპებიც გაწერილი გაქვთ, როგორ უნდა მოხდეს გადაბარება, როგორ უნდა მოხდეს დატრენინგება და ასე შემდეგ. ესეც ბეგმის მიხედვით არის თუ შესაბამისად რა დროც დაჭირდება თქვათ იგივე ადგილობრივ თქვათ ინჟინრები იქნებიან თუ სხვა მუშახელის წარმომადგენლები, მათ იმ დროს მისცემთ იმისათვის, რომ შესაბამისი კვალიფიკაცია მიიღონ. ნახეთ როგორ არის ამაზე გრაფიკი თავისთავად გაწერილია, დაუშვათ იგივე რამოდენიმე თანამშრომელი იყო აყვანილი მშენებლობის პროცესისანვე, იმისთვის რომ პროექტის დასაწყისიდან ქონდათ სრული ინფორმაცია, იმიტომ როგორც მოგხსენებათ, თავიდანვე როგორც არის ადამიანი პროექტში ჩართული, ძალიან ბევრ საფეხურებს გადის და ძალიან დიდ ცოდნას იძენს, შემდეგ რომელიც ამას ოპერირებისთვისაც გამოადგება. ეს იყო პირველი ეტაპი. მეორე ეტაპზე ჩვენ ქონდა ახლახან დეკემბრის ბოლოს ავიყვანეთ კიდევ რამოდენიმე თანამშრომელი ადგილობრივ, რომელსაც უშუალოდ საიტზე უტარებთ თვნებს და ასე რომ ეს პროცესი გაწერილია გრაფიკით. რა თქმა უნდა, ამ გრაფიკში რაღაც ცვლილებები შედის იქიდან გამომდინარე, რომ ახალი გამოწვევების წინაშე ვდგებით, თუნდაც მაგალითად დღევანდელი სიტუაცია ჩვენთვისაც გამოწვევის წინაშე ვართ, იმიტომ რომ მუშაობთ აქტიურად, ვაგრძელებთ სამუშაოს, მაგრამ შემცირებული ძალებით, რა თქმა უნდა. გასაგები არის. ადგილობრივების მხრიდან იყო ასევე ერთგვარი კითხვები, შიშები და განცდა იმის, რომ რაღაც პრობლემები შეიძლებოდა შეექმნა ჰესის ამუშავებას, მათ შორის იყო წყლის მატებასთან დაკავშირებით გამოთქმული ეჭვები და კითხვები. რამდენ შეგიძლია დაადასტუროთ ამ მიმართულებით, აი ორი სოფელი არის. ჩვენ გქონდა ხო აი ეს მოკითხული, რაც ანამ ხა მოგიყვათ, ანუ გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთვის ამ და სხვა ნებისმიერი ესეთი მასშტაბური ენერგოპროექტები, რომელიც სამწუხაროდ ისეთი ტემპით არ ხორციელდება, როგორც შუახევი ხესია, ყველა დეტალს ვადევნებთ თვალყურს და აი ამოგიკითხავთ, გეტყვით, საუბარი იყო სოფელ გორხანაულთან და მახალაკიძეებთან დაკავშირებულ თემაზე, რაზეც ანა საუბრობდა ამ წყლის მატებასთან დაკავშირებით. მე მაინტერესებს თქვენგან გავერკვეთ და შემდგომ უკვე ცხადია ჩვენ მივყვებით ამ ინფორმაციას და ბუნებრივია ამაზე ჩვენი პასუხიც გვექნება და დამოკიდებულებაც. კი ბატონო, ნახეთ როგორ სიტუაცია ამ ორ კონკრეტულ ამ ორ სოფელზე რო ვილაპარაკოთ, რა ხან ამაზე არის კითხვა. გორხანაულის სოფელს რაც შეეხება, მან ჯერ კიდევ 2017 წელს ხეთის მშენებლობის პროცესში დადგა ეს საკითხი, რომ საჭირო იყო მიწისქვეშა წყლების მართვა და სადრენაჟო სისტემის მოწყობა. რაც 2019 წლის ბოლოს ჩვენ განვახორციელეთ, სადრენაჟო სისტემა მოწყობილია და იქ ამჟამად წყლის პრობლემა აღარ დგას. რაც შეეხება მახალაკიძეების სოფელს, მანდაც წყლის ძალიან მცირე ჟონვა არის შემჩნეული, რომელიც არის დაკავშირებული საკმაოდ უხვწყლიანი გაზაფხული ჰქონდა, თოვლითნობის პროცესი ახლა მიმდინარეობს, მდინარეებში წყლის დონე მომატებულია და ეს არის გამოწვეული ამ პროცესებით და არა გვირაბთან დაკავშირებული რაიმე პროცესით. აქვე აღნიშნავ, რომ იმ მონაკვეთში, სადაც წყალია გამოსული, სადაც წყლის გაჟონვაა დაფიქსირებული, ჩვენი გვირაბი მდებარეობს დაახლოებით 9 კილომეტრით მოშორებულია სიღრმეში, ჩვენი გვირაბის ღერძი. ასევე ჩვენი წარმომადგენლები მთელი გვირაბის 36 კილომეტრიანი მონაკვეთზე ყოველდღიურად ახორციელებენ მონიტორინგს. ანუ აბსოლუტურად ყველა წერტილი, ყველა წყარო, რომელიც ოდესმე სადმე წყალი დაფიქსირებულა, ყოველდღიურად ჩვენი თანამშრომლები მიდიან, სურათებს უღებენ, კეთდება რაპორტი შესაბამისი და კეთდება ამაზე მოხსენებები. ჩვენ მხრიდან არის ძალიან ტოტალური კონტროლი ხორციელდება ამ ყველაფერზე. ასე რომ ეს მოვლენები არ არის დაკავშირებული გვირაბის მუშაობასთან.
გასაგებია, ამ საფრთხებთან დაკავშირებით თქვენ არაერთი პროექტი გქონდათ პარალელურ რეჟიმში განხორციელებული, გარდა იმ ვთქვათ სამუშაოებისა, რომელიც უშუალოდ ეს უკავშირდებოდა კორონავირუსი ახსენეთ და ის გარემოება, რომელშიც გიწევთ მუშაობა. ამ მიმართულებითაც მინდა რომ გავაახლოთ ინფორმაცია, რა პროექტებზე მუშაობთ ახლა მაღალმთიან აჭარაში, მათ შორის სოციალური პასუხისმგებლობის დაცვა. სოციალური პროექტებია ჩვენთვის ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი. მე ერთი კითხვაც რჩება და ამით ვასრულებთ. გისმენთ გიორგი? კი ბატონო, სოციალურ პროექტებს რაც შეეხება ჩვენ გარდა სამშენებლო სტანდარტებისა რეგიონში ვიყავით და ვართ კომპანია, რომელიც ამკვიდრებს ძალიან მაღალ სოციალურ სტანდარტებს. სოციალურ პროექტების მიმართულებით 8 მილიონზე მეტი თანხა არის დახარჯული ჩვენი კომპანიის მიერ, რომელიც არის მიმართული მაღალი სოფლების განვითარებისკენ. მაგალითად, იგივე რახანამ სოფლებზე ვლაპარაკობდით, მახალაკიძეების სოფელში სასმელი წყლის სისტემა გავიყვანეთ, რომელიც დაახლოებით 175,000 ლარი დაჯდა. აგრეთვე გაკეთებული იყო მცირე ბიზნესის და სასწავლო გრანტების პროექტები. ეხაც მიმდინარეობს ამ პროექტებზე მუშაობა. ასევე ამ დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობას ისევ ვაგრძელებთ და ისევ ვმუშაობთ ამ თემებზე. ამის გამო გავეხმარეთ ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა ბათუმის ახალი ჰოსპიტალის სამედიცინო ტექნიკის აღჭურვაში და ასევე ამ წუთას მიმდინარეობს ჩვენი სოციალური გუნდი აკეთებს რეგიონში იმ სოფლებში, რომელსაც ჩვენ ვართ შესული, საკითხების შესწავლას, რომ რა არის პირველადი აუცილებლობა და პირველადი საჭიროება, რომ ჩვენ იმისკენ მიმართოთ ჩვენი თანხები და ძალისხმევა, რომ დავეხმაროთ მოსახლეობას. ასე რომ, როგორც მოგახსენეთ, სოციალური პროექტები მაღალი სტანდარტით ხორციელდებოდა მშენებლობის დროს, ვაგრძელებთ განხორციელებას რეაბილიტაციის დროს და ოპერირების დროსაც ისევე გაგრძელდება. 178 მეგავატი, რომელსაც შუახევი ჰესი გამოიმუშავებს, უკვე რამდენიმე კვირაა ჩვენს ოჯახებშია და ჩვენ ამას უკვე მოვიხმართ. გაზაფხულის ბოლოს ამას დაემატება სხალთის 9, რაც იმას ნიშნავს, რომ დაგეგმილი 185-187 მეგავატიანი ჩართულობა საქართველოს ენერგოსისტემაში იქნება უკვე სრულად წარმოდგენილი. თუ რაიმე შემეშალა გამისწორეთ, ვცდილობ რომ როგორც ყოველთვის ზუსტი ვიყო. არა, აბსოლუტურად სწორად დანეთ, ბატონო გიორგი. მე ბედნიერ დღეს გისურვებთ. ბედნიერ დღეს გისურვებთ და გთხოვთ რომ ძალიან აქტიურად და სწრაფად ვიყოთ და მუდმივად კავშირზე საიმისოთ, რომ ინფორმაციები, რაც აჭარა წყალი ჯორჯიას და აი ამ მეგაპროექტებს უკავშირდება, რომელიც აი ამ ბოლო პერიოდში ესე მოგვაკლდა, მუდმივად გქონდეს თქვენგან. წარმატებები თქვენს კომპანიას, წარმატებები შუახევი ხეს, სხალთას, ყველა ენერგო პროექტს, რომელიც ამოიქოქება ყველა სტანდარტის დაცვით, მათ შორის გარემო სტანდარტის დაცვით ამ ქვეყანაში. მადლობა ბატონ გიორგი, გიორგი ლაკირბაია, ტექნიკური გუნდის ხელმძღვანელი აჭარის წყალი. ნებისმიერ დროს მზად ვართ მოგაწოდოთ ნებისმიერ ინფორმაცია. მადლობა. მადლობა სტუმრობისა.